თბილისის ცაზე გვიან ღამით გამოჩენილ უცნაურ ნათებას აბასთუმნის ობსერვატორიის ასტრონომი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი რაკეტის აფეთქებას უკავშირებს. მისი განმარტებით, რაიმე ასტრონომიულ მოვლენას ადგილი არ ჰქონია. გუშინ ღამით თბილისის ცაზე უცნაურ ნათებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით მოსახლეობამ ცაზე სპირალისებული ნათებას შენიშნა სოციალურ ქსელებში უცნაურ ნათებას კომეტის გამოჩენას ან რაკეტის კვლავს უკავშირებდნენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი ნათება წუხილ სომხეთსა და აზერბაიჯანში შენიშნეს. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მსგავს მოვლენას ადრე ნორვეგიაში ჰქონდა ადგილი და ის რუსეთის მიერ გაშვებულ რაკეტას უკავშირდებოდა, რომელმაც კონტროლი დაკარგა და ბრუნვა დაიწყო. ამასთან რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ გუშინ რაკეტა ტოპოლი გამოსცადეს. ადგილი არ ჰქონია. გუშინ ღამით თბილისის ცაზე უცნაურ ნათებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით მოსახლეობამ ცაზე სპირალისებული ნათებას შენიშნა